გორის მუნიციპალიტეტის მერია სამეფოს ქუჩაზე ყოფილი კულტურის შენობის გასხვისებას 300,000 ლარად გეგმავს. გორის საკრებულოს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ შენობის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, თუმცა 2024 წლის 4 მაისს გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად შენობა ნაგებობა დაიწვა და ქონება ავარიული გახდა. შესაბამისად საჭირო გახდა მისი დემონტაჟი. როგორც მელანეშვილი ამბობს, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და გაყიდვამდე იგეგმება ძირითადი ქონების სტატუსის შეცვლა. საკრებულოს წევრის განმარტებით ერთ-ერთი მთავარი პირობა გაყიდვამდე სწორედ არსებული შენობის დემონტაჟი იქნება. შემოსულია მერიიდან საკითხი სამეფოს ქუჩა ნომერ 46-ში მდებარე ყოფილი კულტურის სახლი, რომელზეც იგეგმებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაგრამ გასულ წელს 24 წელში გაჩნდა ხანძარი და შენობა ქონება მთლიანად იქნა განადგურებული, ექსპერტიზის დასკვნები წარმოდგენილია, შენობა ნაგებობას მინიჭებული აქვს მესამე კატეგორიის ხარისხის დაზიანება, რომელიც შეუძლია მისი რეაბილიტაცია. ეს ქონება არის ძირითადი განსხვავებული ქონება, იმ შემთხვევაში რომ მოხდეს აღნიშნული ქონების გასხვისება, ჯერ უნდა მოხდეს მისი კატეგორიის შესვლა, ძირითადი ქონების კატეგორიიდან უნდა იქნას აღნიშნული ქონება გადატანილი, დამატებით ქონების კატეგორიის შემდეგ მოხდება აღნიშნული ქონების გეგმაში და ნუსხაში შეტანა.